როგორ ავარჩიოთ მამაკაცი? რომანტიკული ურთიერთობები მოკლედ საკმაოდ აქტუალური თემა გამოდგა. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ყველა კომპლექსი, ყველა ტრავმა სწორედ რომ ურთიერთობებში მჟღავნდება და პარტნიორთან მიმართებაში მჟღავნდება. ბევრი გოგონა, ქალი მწერს პირად სესიებზეც მიყვებიან, რომ ბევრჯერ შეცდნენ პარტნიორის არჩევისას და ძალიან სერიოზული იმედგაცრუება განიცადეს. თავიდან ყველაფერი თითქოს იდეალურად იყო, შემდეგ რაღაცეები შეიცვალა, ეს ადამიანი შეიცვალა. მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. თუ შენ ისეთ მამაკაცს აირჩევ, რომელსაც საკუთარი თავის კონტროლი არ შეუძლია, მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება მოგიწევს მის გაკონტროლებას დაუთმო და ეს შენში ყველაზე ცუდ მხარეებს გააღვიძებს. მასთან ცხოვრება უბრალოდ დაგღლის, გაგაგიჟებს, გადაგრევს, შენ გახდები იმ დიდი ბავშვის დედა, რომლის აყვანაც არასდროს გიფიქრია, არც გინდოდა და თან საკმაოდ დაუმორჩილებელი და ჯიუტი ბავშვი გამოდგა. თანამედროვე ქალებს, კაცები მიყავთ ნელ-ნელა დეპრესიისკენ და ფაქტობრივად თვითმკვლელობისკენ. რატომ? იმიტომ რომ აკნინებენ თვითკონტროლის მნიშვნელობას და მთავარ ადგილას სიამოვნებას, მარიაჟობას, ფულს, გულაობას აყენებენ. რა კარგია ვიგულაოთ, რატომაა ეს ცუდი? მზად ხარ მწარე სიმართლისთვის? რეალურად მამაკაცი კი არ შეიცვალა. შენი მოთხოვნილებები შეიცვალა. შენ მოგინდა სტაბილურობა, ან ოჯახი, ან ექსკლუზიურობა და ერთგულება, ან რაიმე სტატუსის დარქმევა ამ ურთიერთობისთვის, რაღაც ფორმის მიცემა, რაღაც რეჟიმში ჩასმა და სერიოზულება, თორემ ის კაცი ისეთივე დიდი ბავშვია, როგორც თავიდან იყო. თუ სერიოზულია, ახლაც სერიოზულია. ანუ რა არის მთავარი კრიტერიუმი? თვითკონტროლი, მეგობრებო. კაცს სჭირდება თვითკონტროლი ფინანსებში, საქმის მართვაში, კონფლიქტებში სჭირდება რომ ვინმე არ შემოაკვდეს, სჭირდება თვითკონტროლი სექსუალურ დისციპლინაში, რომ შეძლოს ქალს მიანიჭოს სიამოვნება, სჭირდება თვითკონტროლი ვარჯიში, კვებაში, ალკოჰოლთან ურთიერთობაში, თუნდაც ყველაფერში მოკლედ. თუ ამ სფეროებში მას ნებისყოფა არ აქვს, კი ბატონო, დროებითი რომანტიკული ურთიერთობებისთვის პრობლემა არ იქნება. გადასარევად გაერთობით ზედმეტი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გარეშე. არ უშავს იყოს თავაშვებული, გიჟი, გადარეული, მფლანგველი, იმპულსური, დახარჯოს ფული, გაგულაოს, პრობლემა არა. შეგიძლია მშვენიერი დრო გაატარო მართლაც, მაგრამ თუ ასეთ მამაკაცს ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ან ქორწინებისთვის აირჩევ, ან მერე უცებ მოგინდება მასთან ოჯახი, რეალურად ყოველი დღე შენთვის გადაიქცევა შფოთვად, იმიტომ რომ თვითკონტროლის არ მქონე კაცი არის არასტაბილური, ნაკლებად ერთგული, მისგან როდის რას უნდა ელოდო არ იცი, მასთან გატარებული თითოეული დღე არის გაურკვევლობა, შფოთვა და თვითკონტროლის არარსებობა თავად მამაკაცშივე იწვევს თვითპატივისცემის ნაკლებობას, თვითშეფასების ნაკლებობას. რატომ? იმიტომ რომ ის კარგავს ძალაუფლებას საკუთარ თავზე. და ასევე მის კონტროლის ქვეშ არსებულ ყველა სფეროზე და ძალაუფლების დაკარგვა მას არ მოსწონს. არ მოსწონს მარცხი, არ მოსწონს სირცხველი. ის შენ კი არა, საკუთარ თავსაც ვეღარ უსრულებს დადებულ პირობას. თანდათან კარგავს დისციპლინას და ის ხვდება, რომ არც ისეთი მაგარი ტიპი არ არის, როგორც თავი ჰგონია. რის შედეგადაც კიდევ უფრო თავაშვებულ ცხოვრებას იწყებს, მეტი სიამოვნებისთვის, მეტი მტკიცებისთვის, რომ მაგარი ტიპია და საბოლოოდ შენ მას საერთოდ ვეღარ ენდობი გადაწყვეტილებების მიღებაში, პირობაში, სიტყვაში. ის შენთვის სტაბილური და კომფორტული სანდო დასაყრდენი პარტნიორის ნაცვლად იქნება მუდმივი ეჭვების, პრობლემების, ნერვიულობის წყარო. რაღაცა გაუხედნავი ცხენი, რომელიც არც არავის სიტყვაზე არ დადის და არც თავის თავს აღარ ენდობა. კაცისთვის, მეგობრებო, ეს არის ნელი თვითმკვლელობა. და დღეს ქალები სწორედ აი ასეთი ჰედონიზმისკენ წაახალისებენ მათ. თვითკონტროლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, რომ კაცმა თავისი მამაკაცური ვალდებულებები შეასრულოს. და ასევე ქალსაც რა თქმა უნდა სჭირდება თვითკონტროლი და ზოგადად აი მშობლები რომ კითხულობენ ხოლმე რომ რა შეიძლება, როგორ გავიგორო, კარგი მშობელი ვარ, უპირველეს ყოვლისა თუ გინდა რომ ადამიანს ჰქონდეს უნარი რომ თავის დაკისრებულ პასუხისმგებლობებს თავი გაართვას, მას უნდა ასწავლო თვითკონტროლი, ნებისყოფა უნდა გამოუმუშაო ბავშვობიდანვე. ამიტომ გოგონებო, მერე ნუ გიტყვირთ რომ რა შევუკვეთე, რა ჩამოვედაო. თუ გინდა გიჟი გადარეული პარტნიორი, ოკეი, გაერთე დროებით, მაგრამ თუ გინდა ოჯახის შექმნა, ან ხანგრძლივი რომანტიკული, სტაბილური, სასიყვარულო ურთიერთობა, მაშინ აირჩიე თვითკონტროლის მქონე მამაკაცი. მადლობა, მერე იყოს, ყველას გისურვებთ ბედნიერებას.